მოგესალმებით, მეგობრებო, ვიდეოების ციკლი მინდა გაგიგრძელოთ. წინა ვიდეო გავაკეთე ლიტის ოპოზიციებზე, შავ-მთვარე ჩვენი არაცნობერი შიშები, ჩვენი არაცნობერი ტრამვები, რომლის შეხედვა არ გვინდა მაინც თვალებში, ესე რომ ვთქვა და ამ დროს ზუსტად ეს არის ხოლმე პრობლემა, რომელიც ციკლურად მე იწვევს სხვადასხვა ტოქსიკურ ურთიერთობებს, ტოქსიკურ სიტუაციებს, კარიერულ პრობლემებს, ენერგეტიკულ პრობლემებს, ფსიქოლოგიურ პრობლემებს, მოკლედ თელ ჯაჭვი ესე ტრიალებს ხოლმე ამ შავ-მთვარის გარშემო ზოგადად კარმულ ასტროლოგიაში როგორც ვამბობთ ხოლმე და კიდევ ხა ბევრი ვიდეო მაგაკეთებული ამ თემაზე, მაგრამ კიდევ ცოტა დეტალებში გეხმარებით, ესე რომ ვთქვათ, მე რასაც ვიგებ, რასაც ვიკვლევ ხოლმე, მე თქვენს გაგიზიარებთ და შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვანი იყოს ხოლმე ეს ინფორმაციები. წინა ვიდეო გავაკეთე ოპოზიციური ნიშნებზე კურო მორიელი ვერძის ასწორის ღერძზე და მინდა მივყვნენ ამ ოპოზიციური ნიშნების განხილვას. შავ-მთვარე როცა ხვდება ნიშანში და აუცილებლად აქტიურდება მისი ოპოზიციური ნიშანი. ზოგადად ასტროლოგიაში ოპოზიციური ენერგიები ძალიან მნიშვნელოვანი არის და თავის-თავში ერთი ნიშანი როცა გულისხმობთ ხოლმე ატარებს მეორე ნიშანსაც დასაბალანსებლად. და შავ-მთვარესაც ესე აქვს თვითრეგულაციას ვიყენებთ ხოლმე ჩვენს თვითრეგულაციას ენერგეტიკულს, ოღონდ ეს ხდება ყველაფერი არაცნობიერში. ანუ ეს არის ალკე ჩვენს უკან დინება, რომელიც თავის სამყაროთი ცხოვრობს, თავისი დრო აქვს, თავისი გრაფიკი აქვს, ესე რომ ვთქვათ და ჩვენ ამაზე მაინც ცოტა არ აგვაქვს. მაგალითად იდეა რო აგიხსნათ, ხო? არის ხოლმე ესეთი ჩემთან მოდიან და აი თქვათ შედიან პარტნიორულ ურთიერთობაში, სადაც ძალიან მძიმე ტოქსიკური ენერგია არის. ან მივიზიდე რაღაც სერიოზულად პრობლემური ადამიანი. ძალიან ღრმა ქვეცნობიერში წავიდეთ, იქ გავდივართ ხოლმე ყოველთვის ადამიანის პირად ინფორმაციულ ენერგეტიკულ სტრუქტურაზე. ეს ცოტა ეზოთერიკა არის, ცოტა ფსიქოლოგია არის, ფსიქოლოგიურ ენაზე ეს არის ჩვენი შინაგანი პროგრამა, ბავშვობის ტრამვა, ესე რომ ვთქვათ, ეზოთერულ ენერგიაში. ეს არის სადღაც კიდევ უფრო არაცნობიერში, წინა ცხოვრებებიდან დაგროვილი ენერგია, რომელიც არის სადღაც ტრამვისებულად ჩადებული არაცნობიერში, როგორც პროგრამა. რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად მივიზიდავთ მსგავსი პრობლემის და მსგავსი პროგრამის ადამიანს, ოღონდ შეიძლება საერთოდ სხვადასხვანაირად ავლენდეს ამას, ხო? აი წინაზეც გაგიკეთეთ ვიდეო კურო მორიელის ღერძზე. და ეს არის ენერგეტიკული ველი, ხო, ორივე არის რესურსებთან დაკავშირებული, ენერგეტიკასთან დაკავშირებული და იქ გულისხმობ ხოლმე პლუტონი ლილითის შეერთება, ვენერა ლილითის შეერთება, თვითონ ამ კურო მორიელის ღერძს რა ნიშნებს გამოხატავს, ხო? და ხშირად რას ვაკეთებ, იცით, აი მე თუ მაქვს შინაგანად განცდა რო ხა კუროს შემთხვევაში, ვენერას შემთხვევაში, რომ ჩემი პირადი ბედნიერება შეიძლება სხვისი დახმარებით მოვიპოვო, ანუ სხვა მჭირდება საყრდენად, ხო? აი ვიღაცისგან მომეცემა, ლიტი ყოველთვის ამ ენერგიას ატარებს, თვითონ ვერ აწარმოებს ენერგიას, სხვისგან მინდა. აუცილებლად მოვიზიდავ ვიღაცას იგივე პროგრამით, ოღონდ იმასაც იგივე ენდომება არაცნობიერში, სხვანაირად გამოხატავს. და გადავა აუცილებლად ეს ტოქსიკურ ურთიერთობაში. ანუ მე არ გაძლევ იმას, რაც შენ გინდა, შენ არ მაძლევ იმას, რაც მე მინდა. იმიტომ რომ სინამდვილეში ორივეს ერთნაირად ერთი რაღაც უნდათ, ანუ ერთიცაც ენერგეტიკული პრობლემები აქვს, მეორესაც ენერგეტიკული პრობლემები აქვს, რომელიც თვითონ ვერ წყვეტს და ეძებს ვიღაცას, ვინც მოაგვარებინებს ამ პრობლემას. აი როგორც კი გაცნობიერება ხდება ამისი, აქ ხდება უკვე შიდა რესურსების გამოთავისუფლება, გათავისუფლება ამ წრიდან, რომელიც წრეც არის როგორც წესი, რესურსების უაზრო ხარჯვა. ეს არის ასევე ვამპირული ენერგიის მიზიდვა და ეს ეხება ყველა ლილით ზოგადად და ყველა სფეროში ეს გვაქვს. და საერთოდ როცა თუნდაც ჩემთან მოდიან ხოლმე კონსულტაციაზე, აი ამ ჯაჭვში შევდივართ, ოღონდ აი ისეთი გაცნობიერებები აქვს ხოლმე, რომ საერთოდ რო არ ჩანდა, ანუ სრული ბლარი იყო, საერთოდ არ ჩანდა, ყვებიან ტოქსიკურ ურთიერთობაზე და ნელა მივდივართ ხოლმე იქამდე, რომ მათში არის ეს ენერგოინფორმაციულ დონეზე და ერთი ჯოხის ორი ბოლო არის, ანუ ვისაც ჩვენ ვიზიდავთ, ყოველთვის გავსი პროგრამა გვაქვს ჩვენც, მასაც ოღონდ შეიძლება სხვადასხვანაირად ვიყენებდეთ, ხო? მაგრამ არაცნობიერში რო ჩავიდეთ,
ჩვენ ვცდილობთ მივიზიდოთ ადამიანი, რომელიც მსგავს პროგრამას ატარებს. ანუ არ არსებობს ადამიანი, რომელიც საერთოდ არანაირად არ არის ჩვენთან დაკავშირებული, არც მოხდება არანაირი, არც სიმპათია, არც დაინტერესება, არც მეგობრული ურთიერთობა, გაივლის უბრალოდ ეს ადამიანი. ყოველთვის ხდება ინფორმაციულ, ენერგეტიკულ დონეზე შეხება სხვა ადამიანებთან. რა დარით ვეძებთ მსგავს ადამიანებს, ვისაც ჩვენაირი პროგრამები აქვთ. ჩვენ თუ ამას გავაცნობიერებთ და ჩავხსნით ჩვენი ენერგეტიკული ველიდან ადამიანებს, ხო, უბრალოდ ეგეთი კატეგორია აღარ მოვა ჩვენ ცხოვრებაში. და ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ცუდი არის ადამიანი და რამე ესეთი ცუდი ვარ, საერთოდ არ არის ამაზე, ისიც არ არის ცუდი. უბრალოდ მისი გამოცდილება, რომ მე მინდა რაღაცა ძალიან, იმიტომ რომ მე ვერ ვაწარმოებ ენერგიას და მგონია, რომ სხვა მომცემს ამას და იმ ადამიანის ღირებულებათა სისტემა გააღზრდა, გამოცდილება უკვე თავისნაირ ფორმას აძლევს, როგორ მიიღოს ის სასურველი, რაც მას უნდა და შეიძლება მე ეს ფორმა არ მომწონს მისი და ეს ფორმა ჩემთან არ არის კავშირში, იმიტომ რომ მე ამ ფორმაში არაფერი მესაქმება სიტყვაზე, ხო? და ამიტომ არის ხოლმე რომ როგორ მოძალადე ამ მსხვერპლის როლზე როცა ლაპარაკობთ, როგორ შეიძლება მსგავსი ვიყო მე და მსგავსი არ არის იგივე პროგრამა შეიძლება იყოს ჩემში, რომელიც იმან ძალადობად აქცია, მე მსხვერპლად ვაქცია. ამაზე არის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი აქცენტი გასაკეთებელი. ამიტომ შავმთვარის თემაზე, სხვათაშორის ახლა წინაზეც ვთქვი, წინა ვიდეოში, ახლა სექტემბერში მექნება ტრენინგი, ჯგუფური ტრენინგის ლილიტის დამუშავება გაცნობიერებაზე, ეს ჩემი საყვარელი ტრენინგი არის, ხშირად ვატარებ ხოლმე ამას და ძალიან სერიოზული მუშაობა გვაქვს ხოლმე ჯგუფში. სხვათაშორის ვინც მოდის ინდივიდუალურ კონსულტაციაზე, ვისაც გაქვთ სურვილი სიღრმეებში შეხვიდეთ ასტროლოგიის მეშვეობით, შეხედოთ თქვენს მთელს ენერგეტიკულ პოტენციალს, თქვენს პოზიტივს, დარქებს, ხელდებით შეგიძლიათ ხოლმე მომწეროთ კონსულტაციაზე და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ვისაც გაქვთ კიდევ უფრო ღრმად შეხვიდეთ ამ თქვენს არაცნობიერში სურვილი ამისი, მიგირჩევთ ხოლმე ტრენინგებზე დაესწროთ, იმიტომ რომ იქ წინადრში მე რასაც ლაპარაკობ, იქ კაი ცხოვრებაში ტარდება და სუნოვნებია, რომ ახლა მივხვდი ამდენი წელი, რასაც ამბობდი ვიდეოებში, იმიტომ რომ საკუთარ სხეულზე იგრძნეს ეს ყველაფერი, გაატარეს საკუთარ სხეულში და რუკა გვაძლევს ამის საშუალებას. სხვათაშორის ასტროლოგიური სკოლა ნოემბერში მექნება, სადაც ასევე თერაპიულად, ჯგუფური თერაპიებით სწავლობთ ასტროლოგიას და გავდივართ, იმიტომ რომ ჩემი აზრით ამ ასტროლოგიის მომავალი უფრო ასტროფსიქოლოგიას უკავშირდება, იმიტომ რომ ძველი ასტროლოგია რა ეხლა გუროს ესგელის და იმას ესგელის სისულელი არ მუშაობს საერთოდ, მაგრამ ტყუილებია. ისე გეუბნებით. აი თუნდაც პირადი რუკა, უბრალოდ რა ვხსნათ, აქ წახვალეს, იქ არ მუშაობს. ჩვენი არაცნობიერში, სანამ არ გავდივართ. იქამდე ის ინფორმაცია მხოლოდ ტვინში რჩება, სხეულში არ გადადის. სხეულში რო ჩავიდეს, ამას მუშაობა ჭირდება სერიოზული. და იმუშაოს ადამიანმა მზაობა და ინტელექტი ჭირდება. და ინტელექტი ახლა ჭკუა არა, სხეულებრივი ინტელექტი ჭირდება, ემოციური ინტელექტი ჭირდება. კარმულ ასტროლოგიაში ენერგეტიკული მზაობა ჭირდება ამას. აი, არის ხალხი, რომელიც პერიოდულად მოდიან ხოლმე თერაპიულად ეწერებიან ხოლმე ჩემთან ან სხვასთან დადიან, მე ისევ ჩემთან მოდიან ხოლმე, გაჩნია რა ეტაპზე ვინ გვჭირდება. და მეც ურჩევ ხოლმე სხვა თერაპევტებს, მაგალითად, აი რომ ხედავ, რომ აი აქ უფრო ეხლა სტაბილური თერაპია არის საჭირო, მე შეიძლება ვურჩიო რომელიმე, მაგალითად, რომელიც კონკრეტულად ამ ადამიანისთვის იქნება უფრო პოზიტიური, ხო? და აი ამ სიღრმეებში რო ჩავდივართ, მე რო ხედავთ, რომ აი მინიმუმ ცხოვრების შეცვლაზე აღარ არის ლაპარაკი, ტვირთები გვცილდება. აი რაღაც შფოთვა, რაღაცა გვაწუხებს, არ ვიცი რა გვაწუხებს, აი ეს გადის ჩვენგან. და არის ხოლმე მე რომ აი მოდიან 5 წლის წინ ვინც იყვნენ მაგალითად და აი იმის შემდეგ აღარ შეუწუხები ვარ ამ შფოთვას, გავიდა თავისით, ხო? იმიტომ რომ სხეულიდან ამოვიტანეთ, გავაცნობიერეთ. ამიტომ თანამედროვე ასტროლოგია, ფსიქოლოგიაც ნენელა წავა აქეთკენ, რაც ჩემი აზრით, იმიტომ რომ თვითონ ფსიქოლოგებიც რომ მოდიან ხოლმე გაჭედელები რო არიან თერაპიაში, ისინიც ხედავენ, რომ არის იმის მიღმა კიდე რაღაც, რასაც მხოლოდ ფსიქოლოგიით ვერ აგვარებენ და
ამიტომ ეს სკოლა ასტროლოგიის ამისთვის მაქვს, რომ ვასწავლო ადამიანებს მე რაც გავიარე და ეს არ იყო ადვილი, ეს ძალიან მტკივნეული პროცესი იყო, იმიტომ რომ ყველაფერი რაც გავიარე ჩემს ტრამვებზე გავიარე, ჩემს კისერზე გავიარე და ისეთ როგორ რაღაც არის ყოველთვის ყველაზე ისეთი არის ადამიანი, აი ვისაც მივდივარ, მაგალითად მეც მჭირდება სიტყვაზე კონსულტაცია, ხო? აი ეგრევე მომჩნე, ვის აქვს უბრალოდ დასწავლილი თერაპია, აი ჩვეულებრივად ისწავლეს როგორც ფორმულები, აი მარტივად, რომ აი ამას რო ამბობს ადამიანი, აი ესე იგი ეს ტრამა რა, აი ChatGPT-ს რო კითხოთ, აი ესეთივე აი თერაპევტებიც არიან, შაბლონებად რო უყურებენ, იმიტომ რომ თვითონ არ აქვს ნაცხოვრები, ეს ყველაფერი ასე არ არის. წიაზე მეგობარს ეხლა ცოტა წაგეჭარავებით, წიაზე მეგობარს ველაპარაკებოდი და ესე იგი უმეტესად მეთქი, სადაც რა წავიდესო ფეიკები არიან მეთქი რა, ანუ რაღაცას usmen იქ ეს რაღაცა სიყვარულზე მღერიან და ტიპს შეხედავ და აზე არ არის, არც სიყვარულის, არანაირ დრამა მასში არ არის და საიდან მოიტანეს მეთქი ეს რაღაცა ესეთი ემოციური სიმღერები და არ არის, ენერგია არ არის ამ სიმღერაში, ხო სიტყვაზე. ანუ რაღაცას დაწერს და აი ამ წერაში არ არის განაცხოვრები არა აქვს ეს ყველაფერი, ხო? ამიტომ აი ისე რომ გითხრათ, ნაცხოვრები თემა გვაძლევს ნამდვილობას. ანუ სადღაც როცა ადამიანმა მართლა ისწავლა ის სფერო, ან მართლა ინტერესებს, ან მართლა შეაწუხა და თავის ტყავზე, ხელზე გაიარა ეს ყველაფერი, აი ეს ხდება ყველაზე საინტერესო პრაქტიკოსი. მას აქვს ძირითადად შედეგები. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ხარშოის ახლა ხელოვნურმა ინტელექტმაც ეს სოციალურმა ქსელებმაც ყველაზე მეტად წამოატივტივა ეს ფეიკი ხალხი რა და მე იმიტომ ვაკეთებ ამაზე ესე მას ყურადღებას მე შემეხო მირადა და ყველას გეხება და ამიტომ გეუბნებით იქ სამედიცინო სფეროში მიდიხარ, იქ სასწავლად მიდიხარ სადღაც, უმეტესად არიან მასაში არის აი მომხმარებლები, ადრეს გქონდა ამაზე ვიტყვი. მომხმარებლები სფეროსი და არა რომ აწარმოოს სფერო, ხო, ნამდვილი იყოს უბრალოდ თავის სფეროში, ხო? და მე ეს სერიოზული პრობლემა გვაქვს ხოლმე. თუმცა ჩვენთვისაც ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ აი თქვათ, სამედიცინო სფეროში შემხდნენ არასწორი ექიმები, მომიწია ბევრ რაღაცაში მეცნიერს გარკვევა. იქ ფსიქოლოგიაში წავედი და ნუ ყველას ვაკვირდებოდი, რომ ახლა ან გადატანა აქვთ ჩემზე, ან საერთოდ სხვაგან არიან არ ესმით ჩემი მომწია მეტი და ვესწავლა ფსიქოლოგია რა მივხვდი. აი ახლა რა ვიცი ინსტრუქციაში ამას ახლა ეს პრობლემა აქ ის და მე ვერ მხედავს. და აქედან გამომდინარე ვიპოვე ძალიან სწორი ხალხიც, იმიტომ რომ ამ ძიებაში შენ იწვრთნები. შენ ხედავ სიყალბეს ადამიანებში და ადამიანების ცნობას სწავლობ პროფესიული კუთხით, სწორ ხა სამეგობროდ არ არის ხო აქ საუბარი. და იქ მაგალითად პედაგოგიკაში შევხედე ბევრს, ზოგი ისეთი ნამდვილი პედაგოგი დავინახე მაგალითად და ჩემთვის ძალიან პოზიტიური იყო, ძალიან ბევრი რამე ვისწავლე. ზოგი პირიქით ფერვარი საქმეობა. მან ამიტომ აი სადღაც ესეთი კატეგორია ჩვენ ძალიან გვზრდის და ძალიან გვეხმარება, ანუ ყველაფერს აქვს თავისი ნათელი და ბნელი მხარე. ხო და მე უფრო პოზიტიურად დავინახე ეს ყველაფერი, რომ კი წუწუნებ ვითომ რომ აი გაიხედა ვირგული და ყველა არის მომხმარებელი სფეროსი, ნამდვილები არ არიან, ანუ არ გრძნობენ. საერთოდ რაზე მელაპარაკებიან, ვერ გრძნობენ, არიან უბრალოდ პარაზიტები სფეროების, ხო? მაგრამ ისე მეხმარება ეს პარაზიტობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რამეში გარკვევა მიწევს, ძალიან ბევრ სფეროში, ასტროლოგიაში მოკედა მოვედი, რომ საერთოდ ასე არ იყვნენ ადრე ხა რამდენი წლის წინ. და ეხლა არიან უკვე ნენელა, ახალი თაობაც მოდის და არავინ არ პასუხს ვერ მცემდნენ რა და მომიწია მე თვითონ სწავლა, მაგრამ მომიწია რა გამიტაცა ძალიან და ზოგადად ყოველთვის მაინტერესებდა ეზოთერიკას მთელი ბავშვობიდან მაგ სფეროში ვიყავი. და პირადად, როდესაც ძველ ასტროლოგიაშიც ვიყავი, სადაც უბრალოდ არის ჩვეულებრივი კოგნიტური ასტროლოგია, ესე ვეძახი, ნუ მივხვდი, რომ არ მშველი და არ მეხმარებოდა რაღაცების შეცვლაში და აი მე როგორ ფსიქოლოგიაც რო დავახმარე, იქ ფსიქოლოგებს შევხედე, რომ არ შველით მარტო ფსიქოლოგია, ასტროლოგიებს შევხედე, რომ მარტო ასტროლოგია შველით და ყველა სადღაც არის.
აი ორივე რო შევაერთეთ, აი მანდ გამოვიდა უკვე ძალიან ბევრი უკვე რეალური შედეგები და აი ამას ვასწავლი ზუსტად მეც სასწავლო სკოლაში, საერთოდ მოუარე ხა საერთოდ გამიტაცა აზრმა და აი ამ ჩემს გამოცდილებას უზიარებ ხოლმე თემებს და უკვე მეხუთე ჯგუფი მაქვს. ეხლა გავდივართ ასტროლოგიურ სკოლას და ძალიან საინტერესო ხალხი გავიცანი, ძალიან მაგარი ჯგუფები ყავს, აი ძალიან მართლა ძალიან მადლობა მინდა აქედან მათ უთხრა ამ ჯგუფსაც, წინა ჯგუფებსაც, საუკეთესოები არიან მართლა და ყოველ შემთხვევაში აი ეს ასტროლოგია, ფსიქოლოგია ამის გარეშე ერთად, აზრი მომავალი არა აქვს, ცალკე რომელიმეს მე ესე ვფიქრობ. ეხლა რაც შეეხება ოპოზიციურ ენერგიებს გამიტაცა ეხლა 15 წუთი საუბარი, თუმცა შეიძლება თქვენთვის ესეც საინტერესო იყოს. რა არის ახლა მნიშვნელოვანი? შემდეგი ახლა როცა მაგალითად კუროზე რო გადავედით, შემდეგი არის ტყუპები მშვილდოსნის ღერძი. ანუ ახლა გიხსნით ჩავიმთვარე ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს ჩაწერილი ამაზე და ყველა კუთხით მაქვს ამის ახსნილი, ოპოზიციებზეც ადრე გავუკეთე ვიდეო, მაგრამ ახლა მინდა გავამახვილო ყურადღება. როდესაც ტყუპებს მართავს მერკური, იუპიტერი მართავს მშვილდოსანს. და რა არის ახლა ოპოზიცია? აი შავმთვარე ტყუპებში რო ავიღოთ, ხო? შავმთვარე ტყუპებში ეს არის ენერგია, დარქი, ესე რომ ვთქვათ, ეს არის ენერგიის კომპლექსი, აქ დონეები გვაქვს შავმთვარის კუთხით, პირველი დონე, მეორე დონე, მესამე დონე. ხა მე როდესაც ვლაპარაკობ ხოლმე ძალიან მძიმე გამოვლენებებზე, ამას ვამბობ პირველი დონის ადამიანებზე, ხო? ხანდახან ვართ ხოლმე ჩვენც შეიძლება პირველ დონეში გავერიოთ, მაგრამ მართალი რო გითხრათ, ცოტა გაცნობიერებულ ადამიანებში მე ეს პირველი დონე დიდად არ მინახავს, ესე გამოხატულად. ხა მაგალითად, შავმთვარე ლომში ყავდა ეპშტეინს, მეშვიდე სახლში და ეხლა ეს არის აი სრული პირველი დონე, როდესაც ხა პუტინსაც ჩემი აზრით პირველ მეორე დონეზე ეს ეყავს სადღაც, მაგრამ სუფთა პირველი დონე ეს ეპშტეინის ისტორია არის, ხო? ბავშვებით ვაჭრობა სექსუალურ თემატიკაზე და რაღაცა საშინელებები, ხო? ეს არის ფსკერის ფსკერი, ლილიტი, ესე ავლენს. და არის შემდგომ უკვე დონეები, ხო? და ყველა ადამიანები არის მესამე დონე, როცა ლილით სელენასავით ვიყენებთ. ამასაც პერიოდულად, აი მეორე მესამე დონეზე ხშირად ხვდებით ხოლმე მასა, ესე ვთქვათ რა, უფრო მეტად გაცნობიერებულ მასას გულისხმობ, იმასას არა. და ტყუპები ეს არის, როცა ვუკვირდებით, ხო? ეს არის ჰაერი, დეცენტრალიზირება მენტალურად, ენერგეტიკულად, ლოგიკაში, ეს არის აზრებში და ეხლა ყველაზე მთავარს გეტყვით. მერკური, ანუ ტყუპები ეს არის კონტაქტი. ენერგეტიკულ დონეზე ვილაპარაკოთ ახლა და რა, ტყუპების დახასიათება, რომ იქ ბევრი ლაპარაკი უყვართ ტელეფონზე, ეს ცალკე თემა. რატო ხდება ეს? არის აი აქ გაჭედილი ენერგია, რომ ჩემი არ ესმით. სინამდვილეში ეს არის ძალიან კარგად ესმის სხვებს, თვითონ არ აქვს კონტაქტი სხვებთან, გარემოსთან, ენერგეტიკულ კონტაქტს გეუბნებით. შეიძლება ინტენსიურად, აქტიურად გელაპარაკებოდეს, მაგრამ შენთან არ აქვს კონტაქტი, თავის ტრამვასთან აქვს კონტაქტი, ხო? აი მე მინდა აი უცებ წარმოგიდგენთ აინთება ჩაქრება, აი ესე მუშაობს ენერგეტიკულ დონეზე ლილიტი ტყუპების ენერგია. აინთება რას უცებ გამოდის კონტაქტზე, უცებ შედის კონტაქტიდან, გამოდის შედის, ენერგეტიკულად თვითონ ამას ვერ აფიქსირებენ. მე ხა გიყვებით გამოხატულად, რომ ჩანს, თორე ყოლია ლილიტი ტყუპები, აი გამკვირვებია, რამდენჯერმე რო ვკითხე, დაბადების მონაცემები იმდენად კონტაქტზე იყო ადამიანი, მიყურებს და იაზრებს, რას ველაპარაკებენ, როგორც წესი ეს არ არის. ხშირად არ არის ხოლმე ამას გულისხმობ, მაგრამ ყოფილა ესეც, რომ ადამიანი ტყუპს იყენებს, კი, ცოტა აქტიური კომუნიკაციის მანერა ყოფილა, ან პირიქით მეორე კატეგორია, რომელიც უფრო ჩუმად არიან და უფრო გისმენენ. აი ეს ორი მაინც ლილიტი არის, მაგრამ მანდაც არის როგორ რაღაც იცით, რომ აი ძალიან ღრმად რო ჩაუხმავდეთ ენერგეტიკულ ველს, შეიძლება მესამე დონისკენ რო იხრება ადამიანი, კონდეს რა რომ მე ვიღებ ინფორმაციას, მაგრამ შვილდოსნურად ვერ ვამუშავებ ამას. ან გლობალური სივრცე არ მყოფნის. ოპერაციული პროგრამა არა, მაგრამ რომელიც ამას უკვე ანალიტიკურად დაშლის სიტყვაზე, ხო?
ლილიტი ტყუპი როდესაც არის რომ აი ძალიან ბევრი ინფორმაციის გადამუშავებას ვერ ახდენს სიტყვაზე, ხო? გადადის უკვე ოპოზიციაში, ცდილობს თავის თვითრეგულაციას მშვილდოსნის ენერგეტიკით. მშვილდოსნის ენერგეტიკა რა არის? ესე იგი, გავავრცელო ყველაზე ჩემი ინფორმაცია, მაგალითად, ყველა ჭკუა ვასწავლო, ეს ერთ-ერთი ნეგატიურ შტრიხს პირველ დონეზე, როცა ვილაპარაკებთ, მაგალითად, პოლიტიკა შეიძლება აინტერესებდეთ, სხვათა შორის იტალიის პრემიერი დამავიწყდა, ქალი რო არ ტელეფონს ეძებდეთ აგერა მაგ. უცებ დამავიწყდა. და შავთვარი ტყუპებში არის. როგორც წესი, სხვაშორის მაკრონიც შავთვარი ტყუპებში არის. ხანდახან რაღაც აუცილებლებს დააბრახვას, ხოლმე მაგრამ ხშირი არის პოლიტიკაში მიდიან. ანუ ცდილობენ გლობალურ თემებით დააბალანსონ ტყუპის ენერგეტიკა. ანუ ცოტა მაინც გავცდე, ჰიტლერიც ლიტი ტყუპი იყო, გავცდე სადღაც ძალიან მარტივ ესეთ კომუნიკაციებს, ხო? მეტი და მეტი დავინახო, ხო, რაღაცაში. თვითრეგულაცია არის მშვილდოსნური ენერგია, იმიტომ რომ ტყუპები ეს არის ჰაერისტიკა, ეს არის ქარი თავში. და ქარი განა ის არის, რომ გადამეტებული ქარი აქვს. ზუსტად ქარი არა აქვს. ანუ სიმსუბუქე ზედაპირულობა არის, მაგრამ სიღრმეში ზუსტად არ არის ეს სიმსუბუქე. რაც ელენა ტყუპს აქვს, რომ ძალიან აი თავისუფლად ჩადის ჰაერი, ხო და თავისუფლად შეიძლება გელაპარაკოს, ლიტ ტყუპთან ეს არ არის. თითქოს არის სულ მუდმივი შინაგანი გაურება. ეხლა სწორი ვთქვი თუ არ ვთქვი, ეხლა სწორად გავიგე თუ არ გავიგე. სწორად გამიგეს თუ არ გამიგეს, ხო? ეს არის კომპლექსი შინაგანი, მაგრამ აი ეხლა ლიტი მშვილდოსანი რო ავიღოთ, იცით რას ვაკორდებით, რომ აი ტრამპი რო არის ლიტი მშვილდოსანი, ხან რას დააბრახებს, კი ტყუპებში ყავს ტელიუმი, მაგრამ ხან რას დააბრახვებს, რო ვამბობთ. ეს არის პირველი დონე ლილიტის. და პირველი დონე როგორ ვლინდება, მშვილდოსანსაც ახასიათებს ინფორმაციულ დონეზე დისკომუნიკაცია, ანუ საკუთარ თავს გამოხატავენ ძალიან აი მკვახეთ უცებ ისეთი რაღაცა ლიტ, ახლა პირველ დონეზე ვამბობ, უცებ ისეთი რაღაც უტაქტო შეიძლება გითხრას ლიტვა მშვილდოსანმა. ტრამპი რო ამბობს ხოლმე, უცებ ეტყვის ვიღაცას, შენ არ მომწონხარ. თვითრეგულაციას აი ეს გლობალური მშვილდოსანი რაც არის, იმის 5 დღის მერე რა ხდება კი არა, 1 წლის მერე, 10 წლის მერე რა მოხდება, ეს არის მშვილდოსანი. საქართველოს რო პრობლემაა, დღისით რო ვერ იყურება შამთვარი ყავს საქართველოს მშვილდოსანში. და ტყუპები ეს არის მოქნილობა. ეხა უცებ წამში რაღაცა რა ხდება, ჯეკბეღურას ტიპის არის ზოგადად ტყუპების ენერგეტიკა. უცებ ტაქტიკურად ეხლავე ლავირებით დავალაგო ურთიერთობები. მშვილდოსანი არის რომ მე ახლა ისეთ ურთიერთობებს ვალაგებ, რომელიც იმუშავებს წლები, საუკუნეები. მაგალითად, მშვილდოსანის პოლიტიკა რატომ მართავს პოლიტიკას უბრალოდ? იმიტომ რომ თუნდაც ახლა ამერიკამ რო გააკეთა რაღაც ესა თავის საკანონმდებლო ღერძი, ის იყო გათვლილი ისეთ დონეზე, ანუ ინფორმაცია ისეთ დონეზე შეიკრა, რომ ახდენდა ეს დღემდე რომ მუშაობს და შეცვლა არ ჭირდება. ეს არის მშვილდოსნის ენერგეტიკა. ტყუპების ენერგეტიკა ეს არის, რომ უცებ თუ რაღაც პრობლემა შეიქმნა, მე უცებ სიტყვით მოვაგვარებ, უცებ ინტელექტუალურად მოვაგვარებ. ორივეს რა აერთიანებს, როგორც ახლა წინა თემებზე გითხარით, ხო? ორივეს აერთიანებს სწავლის ენერგეტიკული ველი. კარგი მშვილდოსანი ეს მუდმივად სწავლობს, მუდმივად ვითარდება, კარგი ტყუპი სულ მუდმივად სწავლობს, მუდმივად ვითარდება. მესამე სახლი, მეცხრე სახლიც მსგავსი არის. მუდმივად არის მოსწავლე, ერთიც და მეორეც. კარგი სელენავისაც ტყუპებში ყავს, სელენავისაც მშვილდოსანში ყავთ, მათ აერთიანებთ სწავლის სურვილი. ლილიტის შემთხვევაში რა არის? ორივე ჩაკეტილი არის ენერგეტიკულად ინფორმაციის მიმართ. წყურვილი არის ინფორმაციის, სულ რაღაცა შეიძლება უსმენდნენ, სულ რაღაცებში ერკვეოდნენ, მაგრამ მერე შემოდის მერყეობა. ან ვაკოპირებ, ხშირად ეუბნები ლიტ ტყუპებს კოლ-ცენტრში შეცხვარ მუშაობდით, ხო? რა არის კოლ-ცენტრები? ეს არის მითხრეს გაუშვი. ანუ აქ არ ჭირდება არანაირი ანალიტიკა, ხო? და თვითონვე გარბიან მერე ამ კოლ-ცენტრებიდან, იმიტომ რომ დავიღალე აი ესე რაღაცა მარტივი პრიმიტიული ინფორმაციის გავრცელებით. ენერგეტიკულ დონეზე სიამდვილეში არის ის, რომ საკუთარ თავზე შეიძლება ესეთ წარმოდგენა გქონდეთ.
რომ მე ვერ ვაწარმოებ ინფორმაციას. ან ჩემი არ ესმით. ან მე არ მესმის გარე სამყაროსი, ხო? ეს შეიძლება მე ძალიან მინდა რომ გამიგონ. მე უამრავი შიგნით ფილტვებში მაქვს ენერგეტიკულ ველში ბევრი სათქმელი და არავინ არ არის რომ ეს გაიგოს. და ხშირად თუ ახლა აქტიური ლიტი ტყუპი არის, რომელიც გაუთავებლად შეიძლება ლაპარაკობდეს, მე ყველა გაურბის ან ლიტი მესამე სახლილი, ხო? ყველა გაურბის მათ, იმიტომ რომ იქით არ არის კონტაქტზე. ანუ დიალოგში არ არიან, მონოლოგში არიან, ენერგეტიკულ მონოლოგს გეყვებით აქ და არა ფიზიკურ. შეიძლება გელაპარაკება რაღაც რაღაც, შენ არ გიყურებ, შენ არ მოგმართავს თავის მოთხოვნილება რომ გამიგე, მისმენ. აი ამ ბავშვურ მოლოდინში არის და მონოლოგში არის. და შენ ენერგეტიკულად გრძნობ, რომ შენ არ გეკონტაქტება, როგორც კი დაუწყებ ახლა პირველი დონის ლიტი ტყუპს ან მესამე სახლის ლაპარაკს, ის ეგრევე წყვეტს კონტაქტს. ან გისმენს, ერთ სული აქ მორჩე, რომ მალე თვითონ დაიწყო საუბარი. ან კონტაქტი არ არის, რეალური კომუნიკაცია არ არის, ადრეც ვიდეოში გითხარით ეს. და ორივე მშვილდოსანიც და ტყუპიც არ აწარმოებენ კონტაქტს, კომუნიკაციას. ეს არის ორივეგან სიტყვის დესტრუქტურიზაცია. აი არ არის აქ აწყობილი სტრუქტურულად ინფორმაციული კავშირი არ არის, კონტაქტი არ არის, ხო? და სულ რაღაცა სწავლობს ლიტი მშვილდოსანი, ტყუპების იმაში ცდილობს რომ გადაეშვას, იმიტომ რომ სულ აქ განცდა რომ ახლა ლიტი მშვილდოსანზე რო ვლაპარაკოთ, რომ ფართო ცნობიერება თან მინდა რომ მქონდეს და თან მგონია რომ არა მაქვს. ზოგს აქვს ეს ფართო ხედვა, მაგრამ მაგალითად ახლა ცოტა მესამე დონესკენ რო ავიდეთ, ლიტი მშვილდოსანი იყო ჯორდანო ბრუნო. და რო დაწეს კიდეც, ხო? კოცონზე მიშევარდა ხალხში და მეუბნება რომ დედამიწა რგვალია. და ნუ ვისი უბნები ხონდა შეხედა კონტაქტს რა, ანუ კომუნიკაციაში ხონდა შეხედა გარემოსთან, ან ექსცენტრიულობა შეიძლება ახასიათოს, მაგრამ მართალი იყო. ანუ მან რაღაცა გლობალური დაინახა. თუმცა ვინ უყურებდა წინ ეს ვერ გათვალა სიტყვაზე, ხო? და აი აქ რო ყოფილიყო სელენა მშვილდოსანი, ეს ბონუსად ჩაეწერებოდა. როდესაც არის ლიტი მშვილდოსანი, აქ პროვოკაციული ენერგია იქნებოდა. კარმის გამოსყიდვას ვეძახით თითქოს გარედან, მაგრამ ლიტის ზონაში უფრო არის მსხვერპლ შეწირვა და უფრო არის მე რომ ავდგები და შემდეგ ინკარნაციებში საერთოდ ჩავიკეტები, რომ ტყუპურად გავჩუნდები, რომ არავის არაფერი აღარ უთხრა, იმიტომ რომ ჩემმა სიტყვამ მე დიდი ტრავმა მომაყენა. სელენა ზონაში ეს არ არის ტრავმა, პირიქით აქ ვიშლებით და აქ რაღაცა ღვთის ენერგიას ვატარებთ, ხო? იდეაში ესე რო გითხრათ, ახლა წინაზე ვუსმენდი ალექსეი ნავალნიზე, ლიტი ვერძი იყო მერვე სახლელი, ამორიელური ენერგეტიკით და თავიდანვეც თქვი რომ სელენა ვერძი ეს არის გმირი მართლა, რომელსაც შეუძლია თავი შესწიროს, მე რა პოსტავა ხო თუნდაც რა და ნამდვილი იდეალებს შესწირა. ლიტი ვერძი ცრუ იდეალებს შესწირა, ეგოს შესწირავს უფრო. და ეს ლიტი ვერძის ცოტა დაბალი დონე არის, აი პირდაპირ დაგითხრათ, ცოტა უტვინოვა. იმიტომ თავის ზონას მარტავს და მათი თითოეულ იცი ახალ მე ხა ძალიან პირველი ლიმიტები, მაგრამ ცოტა უჭკუო ისინი შეიძლება კონდეთ. აქ ტვინზე და ინტელექტზე არ ლაპარაკობ, აი შეიძლება ძალიან ჭკვიანი იყოს ადამიანი, მაგრამ უცებ ისეთ სისულელე გააკეთოს, ისეთი აი დამაზიანებელი, თვით დამაზიანებელი, ან სხვას აზიანებს ჩემი ქმედება, ან მე მაზიანებს, ეგ არის ლიტი ვერძის კარმა, ხო? და ნავალნიმ ზუსტად ეს გააკეთა, რომელიც არავისთვის არაფრის მომცემი არ იყო საერთოდ. არც იდეალებს შეეწირა, მაინც-ამაინც თვითონ ილუზია შექმნა ამიცი. ცოცხალი გაცილებით უფრო შეიძლება პროდუქტიული ყოფილიყო, ხო? ანუ ეს არის ლირიტური ენერგია, ხო? სადღაც რომ აქ არ არის ნათელი ენერგიები, აქ შენი ეგო არის მარტო, ხო? და შენ თვით დესტრუქცია სადღაც, ხო? და შემდეგ ცხოვრებებში ეს გაყვება სადღაც როგორც გაკვეთილად. აი ესეთ რაღაც არის ლილიტი ოპოზიციურ ენერგიაშიც ირთვება ავტომატურად, ხო მან? და აი ტყუპების და მშვილდოსნის თემა ეს არის თან რა გააკეთა ჯორდანო ბრუნომ ინტელექტუალურად კომუნიკაციიდან რომ აი იკვლევდა ინფორმაციულ დონეზე, ხო? აი ეს ახასიათებთ ორივეს შავ მთვარეს, ტყუპებს და მშვილდოსანს
საბაზისო დონეზე უტაქტოდ ან არასწორად ნათქვამი ან ვერ გაგებული ინფორმაცია ან ვერ დამუშავებადი ინფორმაცია. ძალიან ბევრი ლიტიმშულდოსანი სულ რაღაცებს უსმენენ და საცთური არის რომ ვიღაცებს გაყნენ და არა რომ მე ჩემი ღერძი მაქვს, იმიტომ რომ ლირიტი არის ღერძის დაკარგვა საკუთარ თავში და სხვაგან ვეძებთ ღერძს. სხვამ შემიქნას, მეც მაქვს ეს ჩემი ლირიტის ზონაში, სულ სხვა იმ ლირიტის ენერგიაში მე სხვაში ვეძებდი დასაყრდენს და მე მივხვდი რომ ეს ყველაზე დიდი ილუზია იყო ჩემი და ყველაზე დიდი გათავისუფლება ზუსტად ჩემთვის ეს იყო ნელა მაგას ვცდილობ ხა ვერ ვიტყვი რომ ბოლომდე გამომივიდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ვუყურებ და მე ხედავ ესეთი ვარ ხოლმე ხო და ეს არის შულდოსნის თემები, რომ ზოგადად ინფორმაციული ველით სულ ცდილობენ დაუკავშირდნენ ისეთ ადამიანებს, ვინც როგორც წესი ხა ცოტა დარქებს ეწებებიან ხოლმე და ესეც გამოცდილება არის, რომ ეს თუ მე ამ დარქებთან მივდივარ და დარქი რა არის, ნუ შეიძლება გაყვეს ვიღაცის ცხოვრებას. და ხა შავი მთვარი მშულდოსანში რა არის? ეს არის ხუთოსნის კომპლექსი, რომ შენ ყველაფერში ან ტყუპები, ყველაფერი კარგად უნდა ისწავლო. ყველა სფეროში ურთიერთობებში იდეალური უნდა იყო. აქ ტყუპების ოპოზიციური ენერგია არის ჩართული. მთავარი რა არის მშულდოსნები, რომ მე კარგად უნდა მესწავლა. ერთ-ერთი შაბლონი არის ეს ლილით მშულდოსანში, ტყუპები. და სკოლაში კარგად უნდა მესწავლა, მე ინსტიტუტში კარგად უნდა მესწავლა. ანუ სწავლის ენერგეტიკა არის ორივეს ეს აერთიანებს. ბირთვში არის ეს ენერგია. ოღონდ ორივეს აქ განცდა, რომ ეს არის სადღაც მათთვის გადასალახი კარმული გაკვეთილი. და ლეიტერას გუტეთებს სულ რო ისეთ სასწორებს გვიგზავნის. აი მე მაგალითად ძალიან ბევრ თერაპიულ პრაქტიკებს ვიყენებ, ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებ, ტაროს ვიყენებ, რომ აი ეს შავი მთვარე რა არის ისეთი, რადგან კიდევ ვერ ვხედავ. კიდევ დამეხმარე, ანუ სულ ვცდილობ ხოლმე რომ ახალი გამოწვევით შევხედო, იმიტომ რომ ეს ამოუწურავი ინფორმაცია არის ჩვენში, ხო? ეს არის კარმულ ასტროლოგიაში ძალიან ბევრი ნეგატიური კარმა. ფსიქოლოგიურად ეს არის უამრავი ჩვენში დაცვითი მექანიზმი, რომელიც ქვეცნობიერში გვყავს ჩაკეტილი და ის თავის ცხოვრებით ცხოვრობს და ვერ ვაკონტროლებ და ის მე გვიგზავნის კონკრეტულ პირებს, რომელიც ცდილობს რომ მიგვახვედროს რომ ჩვენში ეს პროგრამა არის და ჩვენ ბრაზდებით ამ ადამიანზე, ჩვენ ცდილობთ თერაპიაზე წავიდეთ, რომ აი ჩამოხსენე ეს ადამიანი, რა თქინდა და მოისროლე და თემდურაში იმ ადამიანში მე ვარ. არაცნობიერად, ჩემი არასწორი მოლოდინები, ჩემი ცდელობა რომ სხვის ხარჯზე რაღაცეები მივიღო. მსგავსი არის მასშიც, ხო? სიტყვაზე ეს არის ყველაზე საინტერესო აქ. შემდეგი რო გითხრათ, კირჩხიბი, თხისქვის ღერძი. ახლა რა ხდება აქ, როცა კირჩხიბზე იმედია ცოტა ისე აგიხსენით ტყუპების ენერგია. კომენტარები დამიწერეთ ხოლმე თუ რამე გაინტერესებთ, იცით? არის რომ ზოგჯერ კომენტარები მხდება ხოლმე ისეთ სპეციფიური, სადაც პირადი რო არის საჭირო, უკვე იქ მუშაობა არის ძალიან ინდივიდუალური. არის ხოლმე ხა ისეთი კითხვებიც, რომელიც კიდევ ერთი ფასლის დამატებაა და სხვებისთვისაც საკმაოდ საინტერესო იქნება. აი ველოდები ხოლმე უფრო ამ კითხვებს, იმიტომ რომ აი ისე ძალიან სუბიექტურად კერძო კითხვებში მიჭირს მართლა არ მეზარება, უბრალოდ მიჭირს ხოლმე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ იქ რუკა არის საჭირო, ხო? მაგრამ თუ რაღაც გაინტერესებთ ხოლმე დამატებით, მე ვითვალისწინებ მე თქვენ რასაც მიწერთ ხოლმე და შემდეგ ვიდეოებსაც ვცდილობ ამის მიხედვით ჩავწერო. და ძალიან ველოდები ხოლმე ისედაც უკავშირს თქვენგან, ხო? და რომ მოიწონოთ ეს ვიდეოები მაგალითად და ლაიქოთ, აზიაროთ თუ გნებავთ ეს და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სხვებისთვისაც, ვინც ჯერ არ იცის ამ ჩვენი ვიდეოების შესახებ, რომელიც რამდენი წელია უკვე არის. დაუბერდი აგერ ამის თქვენ ხელში, თქვენ წინ. და რა მაინც. და აი კირჩხიბზე რო გადავიდეთ, აი ერთი შეიძლება კიდე დავასრულო მაინც ტყუპები მშულდოსნის ღერძი.
მაინც ორივე რაღაც ტყუპები გადადის მშვილდოსანში იმ კუთხით, რომ ბევრი რაღაც მინდა ვისწავლო, ბევრი რაღაც გავიგო, თუმცა მაგ განცდა, რომ ამ ყველაფერს ვერ ვინელებ, ან ვერ ვგებულობ ბოლომდე, ლით მშვილდოსანსაც მსგავსი აქვს თითქმის, მაგრამ ზუსტად აი თერაპიულ პრაქტიკებში, რომ ის სხეულზე ორიენტირებული თერაპიით, შევსულვართ მაგალითად აი ლით მშვილდოსნებთან ერთ და იგივეს ნახულობდნენ სულ ტყუპებიც და მშვილდოსნებიც. აი აქ ყოველას ქონდა ეს რა, აი ამ ადგილებში ნახულობენ რაღაცა, აი რომ მეთქი ინფორმაციას ღებულობ რა ხდება. და აი აქ ნახულობდნენ სადღაც ღრმულს, სადაც შემოდის ეს ინფორმაცია და იკარგება. ვერ იჭერენ, ენერგეტიკულად ვერ იჭერენ ინფორმაციულ სიხშირეს. აი როგორ დონეზე ენერგეტიკულად, იცით, სადღაც რომ მე ამდენს შრომობ, ამდენ რაღაცას ვკითხულობ და არჩება, შიგნით არჩება, ჩემ ენერგეტიკიდან გადის, დანაკარგია ზოგადად ლილიტის ენერგეტიკა, შერასაც ვიღებ, მე იკარგება და მაგიტომ გვინდა სულ მეორე დღეს ისევ იგივე მესამე დღეს ან სხვები გჭირდება, სულ რა გვებონ. იმიტომ რომ ენერგია გადის ჩვენგან, ეგ არის ლილიტი, ხო? სელენას ზონიდან ჩვენ ვიღებთ ენერგიას, ლილიტის ზონიდან ვკარგავთ ენერგიას. აი ძალიან ღრმა ენერგეტიკულ დონეზე რო გითხრათ ლილიტი ტყუპიც და მშვილდოსანიც, აი აქ ამ ზონაში შემოდის ეს ენერგია და იკარგება. რატომ? იმიტომ რომ მათი არ არის. შეიძლება კონდეს რა იცი რომ მე ფოკუს ვერ ვაკეთებ, არ ვიცი რა მაინტერესებს, შეიძლება აქ ეს გამოდიოდეს, იმიტომ რომ ლილიტი ტყუპიც და ლილიტი მშვილდოსანიც ის იყო რომ მე დამასწავლეს ურთიერთობები ან კომუნიკაცია ხო საგვარეულო პრობლემებთან გავდივართ მე. ჩემს ოჯახში ლილიტი მშვილდოსანი შეიძლება ყოფილიყო, რომ უნდა ისწავლო, უნდა ხუთოსანი იყო. ანუ უკვე ის იყო გამზადებულ ფორმულას მეუბნებოდნენ, მაგრამ არავინ არ მიხსნიდა ჩემი რა არის. ანუ აქ ფეიკ ენერგიასთან შემოვდივართ, ხო, რომ ეს ჩემი არჩევანი არ იყო. შესაბამისად რაღაცას კითხულობ, რაღაცა გინდა გაიგო, მაგრამ აღარ გინდა ეს ხუთოსანი გოგო იყო. აღარ გინდა გაყვეს სულ იმ ამ დროს წიგნები არაფერში არ არის, შეიძლება შენ მოგწონს ის, რასაც კითხულობ, მაგრამ ამ წიგნების მიღმა ეს გიტრიგერებს ეს წიგნები იმას, რომ სადღაც აღარ მინდა სულ კარგი გოგო ვიყო. მან ხდება თერაპიულად ჩაღრმავება ზუსტად საკუთარ თავში, რომ აბა ეს წიგნი, ახლა ვისაც ეს ლილიტები გყავთ, მაგალითად შეიძლება თქვენ დაგეხმაროთ ეს პრაქტიკა. აი ეს წიგნი, ან ეს ინფორმაცია, ან ეს ხალხი კონტაქტები ტყუპების შემთხვევაში, ხო? აი დაიყენე წინ. რასთან ასოცირდება? აი ლილიტი მშვილდოსანს პირდაპირ წიგნი შეგვიძლია დაუდოთ, ან საგანი, ან სამსახურში რო ყველაფერიც კარგად უნდა იყოს, ან ხალხში უნდა გავიდე მშვილდოსანი იუპიტერული ენერგია არის, აღიარების მოთხოვნილება არის, ხო, აქ რა და აქ მიდის რომ მე უნდა ვიყო კეთილდღეობაში, მე უნდა ვიყო მდიდარი, ხათაშორის მშვილდოსანი ყოველთვის იუპიტერული ენერგია სიმდიდრესთან არის დაკავშირებული და ის საქართველოში ყოველას რო გამდიდრება უნდა 2 დღეში, ეს ლილიტი მშვილდოსანში ყავს. ეს არის რომ მე მინდა კეთილდღეობა, ყველაფრის ფასად. ან მე დამასწავლეს ეს, რომ მე ხუთოსანი და ყვინთ რომ მათ უნდათ კეთილდღეობა და ჩემი ღირებულებები რა არის? აი აქ მიდიან მერე. შეიძლება თვითონ არ იყოს ამ ლილიტის ესე მაწარმოებელი, კი წინა ცხოვრების გამოძახილია კარმული ასტროლოგიიდან, მაგრამ მათში არის რომ სინამდვილეში მე სხვის ოცნებებს ვემსახურები და არა ჩემ ოცნებებს. და შეიძლება მე საერთოდ არ მინდოდა. შეიძლება მე გავყევი ცრუგზას. ლილიტი ტყუპის შემთხვევაშიც ანალოგიურად ეს არის მე ინფორმაციაში დავიკარგე სადღაც. მე ურთიერთობებში დავიკარგე. ყველას ვიყრი და არ ვიცი ჩემი რომელი არის. ლილიტი ტყუპის პირველი დონე შეიძლება უაზროდ ემეგობრებოდეს ყველას და ვერ ხედავდეს ვინ არის მისი, ვინ არ არის, ამ მშვილდოსნურად ვერ უყურებდეს, ხო, გლობალურად. ამ პირიქით გლობალურად მშვილდოსნურად ჩაიყაროს ყველა და მე ამას ვეღარ ინელებს. ხო? ენერგეტიკულ დონეზე მიდის ლილიტების ენერგია ჩვენთან, ჩვენ აქ ტვინი კოგნიტურობა ნაკლებად ერთობა, ეს ენერგეტიკული ველია, მე ინფორმაციულ ველში გადმოდის ინფორმაციული ველიდან ენერგეტიკაში, ენერგეტიკიდან სხეულზე და მე ვლინდება ეს ველში, ენერგეტიკულ ველში ხალხის სახით. ამიტომ მნიშვნელოვანი არის აქ რომ აი ეს ბალანსი მოხდეს, რომ ახლა მე მაგალითად სელენა ყავს მე-9 სახლში. არ ვეპოტინები იმას, რაც ჩემი არ არის. აი, ვეპოტინები რაც უამრავ რაღაცას ვკითხულობ,
მართლა სულ რაღაც სხვადასხვა თემის წიგნები მაქვს. აგერ მე 3 კურსზე ვარ ხა მეორე ინსტიტუტში ფსიქოლოგიის და მე ვიწვე ფსიქოლოგებს. მე ჯერ არ ვლაპარაკობ, შეიძლება ვერ რაღაცები უკვე ვიცი. ასწავლის მაგამოცებიც გვაქვს ჩაბარებული, მაგრამ მე არ ვარ იმ სფეროში ჯერ მყარად. არც ფიქრობ, ანუ კითხულობ, ჯერ დასკვნებს არ ვაკეთებ. უბრალოდ ვაგროვებ შიგნით, როგორც რეზერვუარი და როგორც კი შიგნით მყარი ვიქნები, მე რა გამოვიყენებ ამ ინფორმაციებს. ჩემში არის, მაგრამ ეს რომ გადმოვცე სიტყვაზე, ხო? ლიტი მეცხრე სახლელი რას გააკეთებ? შეიძლება ეს დააგროვოს, შეიძლება ჩემზე მეტად დააგროვოს, მაგრამ არასოდეს არ დადგეს იმის რომ ეს დაიჯეროს, რომ იცის. ეს მეორე დონე არის. პირველი დონე არის, საერთოდ არაფერი არ იცოდეს, საერთოდ არაფერი არ ქონდეს. აკითხული და ქადაგებდეს და ყველა შუას ასწავლიდეს. მყავს ნათესავი, ლიტი შულდოსანი, მთელი ცხოვრება ყველა გაიქცა. მთელი ცხოვრება ყველას ასწავლიდა ჭკუას. მთელი ცხოვრება ერთი წიგნი არ ქონდა წაკითხული. ასაკოვანი არის ის, მაგრამ ეს არის ძალიან პირველი დონე. მეორე დონეზე შეიძლება რომ მე დავაგროვე, უამრავი რამე ვიცი, მაგრამ თავარი ის არის რომ მე აქედან რას დავეყრდნო არ ვიცი. რა ინფორმაციაა ჩემი აი ამაში ვარყევებში. აი ეს არის მსგავსება, ოპოზიციური ენერგია და ერთი ჯოხის ორი ბოლო და აქ ზუსტად ხვდებიან ხოლმე ხშირად ერთმანეთსაც, სამეგობროშიც, სიტყვაზე, ურთიერთობებშიც, კარმული ურთიერთობები ესეთი ოპოზიციური ენერგიით ვლინდება ხოლმე როგორც წესი. ეხლა რაც შეეხება კირჩხიბ თხის რქის ენერგიებს. აქ ცოტა სხვაგანად არის საქმე, ორივეს რა აერთიანებს, ორივეს აერთიანებს შიში და უპასუხისმგებლობა. ამ დროს ორივე თამაშობს პასუხისმგებლობას. ვითომ, მაგრამ ზუსტად ეს არის უპასუხისმგებლობა, იმიტომ რომ არის შიში, შინაგანი. რატო არის ახლა პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ახლა კირჩხიბი, რომელიც თვარის ენერგია არის, ხო? როდესაც არის ძალიან დიდი ახლა კობახიძეს რო შეხედავთ, ყველაზე პირველი დონე კირჩხიბის, რაც შეიძლება იყოს, ეს არის კობახიძე. აი სრულად პირველის ცოტა ქვევითაც შეგვიძლია შევხედათ, იმიტომ რომ პირველი დონეც არ არის ახლა თლად ეგეთებიანი. არ არიან ხოლმე, მაგრამ ეს არის უკვე ძალიან რო გაგვექცევა ლილიტი და უკვე რო შეგვიპყრობს, ეს ენერგია არის პირველი დონე. ეს არის თხის რქაში გადასვლა. საერთოდ გავყინე ემოციები, საერთოდ ცდილობ არ ვიგრძნო არაფერი, დავბლოკო. პირველი დონის ლიტი ყოველთვის გადადის მეგობრებო ვამპირულ ენერგიაში. ეს იცოდეთ, აი ლიტი ტყუპი, რომელიც გაუთავებლად გელაპარაკება და თაუბროს დაგხვევს, აქ უკვე არაცნობიერში მე შენ ენერგიაზე მინდა დავჯდე, მე რო არ მაქვს მენტალური ენერგია, ენერგეტიკულ ველში, მე შენ მენტალურ ენერგიას ვააქტიურებ, ვაღიზიანებ და ვიღებ ინფორმაციულ ველში ენერგიას, იმიტომ რომ მე ჩემთვის ამ ზონაში არ მაქვს ენერგეტიკული ბალანსი, გადის ჩემგან ენერგია და მე უკვე მჭირდება და მე უნდა სულ გაუთავებლად გელაპარაკო, რომ შენგან წამოვიღო ენერგია, ხო? ლიტი ვერძის შემთხვევაში მე ან გაშეშებული ვარ და ჩემ საქმებს შენაგვარებ, მე და აქედან ვიღებ შენ ენერგიას, ლიტი კუროს შემთხვევაში მეც გაშეშებული ვარ და შენ გიწევს რაღაცების კეთება, შენ ღიზიანდები და მე ვიღებ ენერგიას. სიტყვაზე გეუბნებით, ხო? ანუ პირველი დონის ლიტი არის ვამპირული ენერგია ზოგადად. და ვერიდებით ხოლმე ხარ, როცა ლილიტ კირჩხებს ხედავ, რომელიც არის სრულად ემოციური, ქალები განსაკუთრებით კაცები ვით რო იქცევიან, ენერგეტიკულად რო კაცია რო შეხედავ, ხო? ახლა შეიძლება კაცი იყოს ენერგეტიკულად, მაგრამ იქ რაღაცა გრძნობა ქონდეს, ემოცია ქონდეს. არის ლიტი კირჩხების ვამპირული დონე, როცა უკვე თხის რქაში გადადის და იწყებს, რა იცი, შენ რაღაც ემოციებში როგორ ახარ, შენ პრობლემები ხო არ აქვს. აი ეს არის უკვე манипуляცია. ანუ მე არ მინდა დავინახო ჩემი ემოციები, თან როგორც წესი ეს დესტრუქციული ნეგატიური ემოციები მაქვს, მე ვაპროციერებ შენზე და მე შენში მინდა უარყოფითი ემოციები გამოვიწვიო, რომ მე ამითი ვიკვებო. ვიკვებო რას ნიშნავს? მაგალითად, მე თუ ვერ ვაწარმოებ ჩემს ენერგიას, მე სხვის ენერგია მჭირდება. რას ვერ აწარმოებს ლიტი კირჩხების პირველი დონე? ვერ აწარმოებს იმას, რომ საკუთარ დაუცველობას შეხვდეს, საკუთარ მოწყვლადობას შეხვდეს, საკუთარ ემოციურობას შეხვდეს. ეს გონია ცუდი თვისებები. ამის ეშინია, იმიტომ რომ შეიძლება აღმოაჩინოს, რომ ხანდახან ისტერიჩკაც შეიძლება იყოს ქალებს განსაკუთრებით ახასიათებს, ხანდახან შიშარა შეიძლება იყოს უკიდეგანოდ შიშარა, ხო?
აი არის ისტორიჭკობა რა არის პირველი დონის ლიტიკეჩხებისთვის ყველაფრის ეშინიათ მე მყავდა ერთი ლიტიკეჩხები კაცი რომელიც ხალხი გაყარა სახლიდან მკითხავ თაქო და ზემდეში ეშინოდა ძალიან და მე მივხვდი რატო იყო ეს თავიდან გამიკვირდა და შიშები აქვს ყველაფრის ეშინიათ ეს პირველ დონეს გიყვებით ხო როცა მე ვერ ვაცნობიერებ ჩემი შიშის მიზეზებს ჩემი დაუცველობის მიზეზებს და ამას ვაპროექცირებ სხვებზე მე მეშინია ყველასი ვინც ოდნავ ჩემში შემახედებს ხო ეს არის ძალიან პირველი დონე ამის გასაკონტროლებლად გადადიან თხისრქაში თხისრქა როგორი არის ცივი მკაცრი ისეთი ცივი შეიძლება კაცებს უფრო ახასიათებდეს ლიტიკეჩხები ისეთი ცივი შეიძლება იყოს ისეთი არამზრუნველი აი თხისრქული სულ სამსახურში არის საერთოდ არ უნდა სახლში შემოსვლა არის ჩაკეტილი თავის სამყაროში ვერ გაიგებ მასში რა ხდება ვერც ემოციურად ვერც ფსიქოლოგიურად და სინამდვილეში მასში არის ძალიან დიდი სურვილი ოჯახური ურთიერთობის დაცულობის და ამას არ უნდა რომ შეხვდეს და გადადის თხისრქაში ხო ქალებიც განსაკუთრებით ცდილობენ ხოლმე უფრო აი კაცები უფრო ქალებივით იქცევიან ქალები უფრო კაცებივით იქცევიან ხოლმე როგორც წესი ლილიტის შემთხვევაში თხისრქაც იგივე არის და თან ლიტიკეჩხები ბოდიში იცით რას აკეთებს ოჯახზე აიღებს პასუხისგებლობებს თხისრქაში გადადის ან თხისრქი ცდილობს დააბალანსოს რომ მე ვარ ცივი მე შენი ემოციები არ მაინტერესებს მე ვღიზიანდები კიდე ჩვენ თუ ემოციურობას ავლენ შენი ემოციები რა თმინდა მე ხო ანუ აი ეს პირველ დონე მეორე დონეზე აი ამ გარდამავალ პერიოდზე შეიძლება ეს იყოს ანუ შიში აგრესია ან პროტესტი სხვის ემოციურობაზე ან კობახიძე რასაც აკეთებს ხოლმე რომ აი შენ რატო ნერვიულობ ეს არის პროვოკაცია ემოციური манипуляცია ეს პირველი დონის ლიტიკეჩხებს ახასიათებს რომელიც ცდილობს გამოგიყვანოს წყობიდან რომ შინაგანად ამით ენერგიას იღებს ეს არის სრული ვამპირიზმი იმიტომ რომ შენ რო გამოდიხარ წყობიდან თან ახლა იმიტომ გამოდიხარ წყობიდან რომ ახლა აბსოლუტურად დემაგოგიურ აბსურდს გეტყვის ეს პირველი დონე და თხისრქულად თან ცივად აი სიცივი არის მე რო შეიძლება მეორე მხარეს გამოყავდეს წყობიდან ხო ზემდეში ეს არის შიშის უკიდურესი ფორმა თავდაცვა ჩაკეტვა და ვამპირიზმი უნდა შენგან ენერგია იმიტომ რომ თავისთვის უკვე იფიტება რაც უფრო ესეთ კობახიძეებს მისცემთ ენერგიას მით უფრო ისინი კარგად იქნებიან ისინი ძლიერად იქნებიან და მიზანიც ეს არის იმიტომ რაც უფრო მეტად მოუშლიან სხვებს ნერვებს მით უფრო ძლიერდებიან ამიტომ ეზოთერიკაში არის ესეთი ის რომ შეხედეთ როგორც ბავშვებს შეხედეთ რომ უჭირთ ამ ხალხს არიან ფსიქოლოგიურად ძალიან მოწყვლადები არის მეორე დონე რომელიც ხვდება უკვე ამ ყველაფერს და ცდილობს მაგალითად უკვე რომ გამოხატოს ემოციები არა სხვას არ აპროვოცირებს სხვას არ აცხოვრებს რაღაც სტრესში ემოციურ დისკომფორტში განსაკუთრებით ოჯახის წევრებთან ხდება ეს ხო და თხისრქესაც ზუსტად იგივე პრობლემა აქვს ორივე არიან ძალიან ტრადიციულები ლიტი თხისრქები განსაკუთრებით ერთ-ერთი ხა ლიტი თხისრქაში ყველაზე ძლიერი გამოხატულება ეს არის დომინანტობა ეს არის ტირანია პირველ დონეზე რომ ყველა მე უნდა დამემორჩილოთ. რეალურად ლიტიკეჩხებშიც იგივე დგას. და ორივეს მართავს შიში. ერთიც უპასუხისგებლოა და მეორეს და ორივე თამაშობენ პასუხისგებლობებს. არის მეორე დონე უკვე და მესამის კეროადი ადის, ესე რომ ვთქვათ, რომ მე ვაცნობიერებ, რომ მე მიჭირს ემოციების გამოხატვა, იმიტომ რომ მე მეშინია, დაუცველი ვხდები. შეიძლება ამ ემოციებში ძალიან დავიკარგო, შეიძლება სხვის ემოციებში დავიკარგო, ჩემში კი არა, სხვების ტანჯვა ისე განვიცადო, რომ მე თვითონ ჩავარდე მერე ცუდა და მე მეშინია ამ ყველაფრის, ხო, იმიტომ რომ საზღვრები არ მაქვს. ეს უკვე მეორე დონეა, გაცნობიერებული დონე არის, ხო? და ეს შეიძლება იყოს, რომ აი ძალიან უნდათ ოჯახი, ძალიან უნდათ დაცულობა, ძალიან უნდათ გრძნობიარე გარემო, გარშემო და მართლა ვერ პოულობენ, ხო? ძალიან მარტოდ გრძნობენ თავს, აქედან ამოდის ხოლმე მარტოობის შიში, ეს უკვე შემდეგი დონეები არის. იგივე ემართება თხისრქასაც. ორივე არიან შიშრები, შიშა რა ყველა ვართ, მაგრამ შიში რისი? მარტოობის შიში. და ლილიტი თხისრქის რა არის? უპასუხისგებლობა, იმიტომ რომ ეშინიათ პასუხისგებლობების. ტვირთის თან ის რომ გადაფარონ, ცდილობენ რომ სულ ყველაზე აიღონ პასუხისგებლობა. ცდილობენ რომ ვიღაცებზე მოახდინონ ზემოქმედება, მართონ სხვები. ცოტა манипуляციაც შეიძლება აქ იყოს, ხა ივანიშვილის თემა და კობახიძეს ოპოზიციური ენერგია არის.
და სიამდვილეში ლილით თხისრქას რა ყავს, იცით? სიამდვილეში არიან კიჩხიბები, ბავშვებივით. ზუსტად ვიცი, რომ ივანიშვილის თავარი ოქტავა არის პუტინი. პუტინს მეათე სახლში ყავს შავი მთვარე და მისთვის თავარი ოქტავა ვიღაცას ბაძავს აუცილებლად. არაცნობიერ დონეზე თან არის ავტორიტეტის დიდი მოთხოვნილება ლილით თხისრქის შემთხვევაში. და თან სიძულვილი ავტორიტეტების თითქოს და როგორც წესი ეს ავტორიტეტები სუდარქ იყავთ. ვიღაცა ცუც უნდა ბაძავდნენ სიტყვაზე, ან მისდან პროტესტი მქონდეს, რომ ჩემ გარდა არავინ არ არის ავტორიტეტი, მაგრამ ფარულად არაცნობიერად ვიღაცას თუ მას სიჭკვიანს ნახავენ, მასზე წარმატებულს ნახავენ, არაცნობიერად იწყებენ ეს ძალიან პირველ დონესკენ ჩამოგდება სხვების, დამცირება სხვების, რომ ეგრევე დომინანტურად იყვნენ, რომ მე ვარ ყველაზე კარგი, ცოტა იგივე ემართება ხოლმე კერჩხებს, ხო, ან პატარა ბავშვები ხდებიან მართლა. აი ეს ხო გენებთ პირველ დონის თემა. ორივეს რა აკავშირებს ემოციური დაბლოკვა, იმიტომ რომ ორივეს აქვს ეს რომ პატარა ბავშვებით არიან შიშრები, ლილით თხისრქას ძალიან დიდი შიშები აქვს, ფარავს ამას ამ შიშებს და ხშირად არის რომ სხეულმა შეიძლება იცხოვროს ის ჩვენი შიშები. თან ვიღებთ პასუხისგებლობებს თითქოს ლილით თხისრქის შემთხვევაში და მე გვტეხავს, აი ხა ივანიშვილზე ვითომ რომ ეს ვიღაც ეზოთერიკოსები ყავსო თუ რაღაცა წამლობს და რაღაც სწორად იკვებება ასკეტურობა, შიშები არის ეს ყველაფერი, გაძლიერდება ეს შიშები. ანუ ლილით თხისრქა მონახდება თავისივე შექმნილი სისტემის. პუტინსაც იგივე დაემართა. მეათე სახლი ლილიტი, ხო? და თავისივე სისტემის სხორპლინი ხდებიან. ჩვენი ლილიტის სხორპლი ხდებით საბოლოო ჯამში, ჩვენივე დაცვითი მექანიზმების აშენების სხორპლი ვხდებით, ოღონდ ის ჯერ ჩვენ ვქნით, ჩვენ ყვებავთ ამას, იმიტომ რომ გონია რომ დაგვიცავს და მე ის ჩვენვე გამოგხრავს, ესე რომ ვთქვათ, ხო? და ის ტრაგიკული თემები ყოველთვის ამასთან არის დაკავშირებული. სხვათა შორის ლილით თხისრქის სიმბოლო, აი ტიტანიკი ჩაიძირა ლილით თხისრქის ცაზე იყო ლილით თხისრქა, ეხლა მალე გადავა უკვე ჩვენთანაც შავი მთვარე თხისრქაში, მაგაზე ჩაგიწერთ ცალკე ვიდეოს და რა მოხდა ნახეთ, ყველაზე ესეთი აი არქეტიპი რო გითხრათ თხისრქის, ყველაზე ჩაუძირავი გემი, ყველაზე მყარი რაც კი შეიძლება იყოს, ლილით თხისრქის სიმბოლო, კარგი სელენა თხისრქის სიმბოლო, ხო, ყველაზე მყარი, რომელსაც ვერაფერი ვერ გატეხავს. ზუსტად ჩაიძირა მალევე ტრანზიტული ლილიტი ასევე თხისრქაში რო იყო და მისი კაპიტანი იყო ლილით თხისრქა. რა თქმა უნდა, მსგავსი მიზი და ფეიკი იყო, ეს ვითომ სიმყარე იყო დიდი ფეიკი. და კაპიტანის ფეიკი იყო ამ თავის პასუხისგებლობებშიც. ის ენერგეტიკულ ველში შევიდა ამ გემის ენერგეტიკულ ველში. ამ გემის ენერგეტიკაში შევიდა ის ხალხიც, რომელიც სადღაც მათშიც მსგავსი ენერგეტიკულ ინფორმაციულ ველში იქნებოდა აღრთოვანება რაღაც ძლიერის, რაღაცა დიდის, რომელიც იქნებოდა ილუზია. და ყველაზე დიდი უპასუხისგებლობა გამოავლინა ზუსტად კაპიტანმა, იმ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში არა იყო თავზე პასუხისგებლობა და ვიღაც ავტორიტეტს გადააბარებდა, მისთვის ყველაზე ავტორიტეტს, სიამდვილეში ეს ხდება ხოლმე. და საბოლოო ჯამში, ეს მოხდა, რაც მოხდა, ხო? თვითონვე ხდებიან მსხვერპლნი თავისი ამბიციების. აი, ივანიშვილსაც ეს შიშები რო აქვს, ლილიტი კირჩხიბშია გადასული და მაგიტო. ასე ემართებათ ხო? ლილიტი კირჩხიბი ამ შიშებისგან რო დაიცვას თავი, კარიერაში და პასუხისგებლობებში არის გადასული. და რისთვის ჭირდებათ ახლა ლილიტ კირჩხიბს, იმის პატრონია, ამის პატრონია, ყველას პატრონია, არ მიმატოვოთ მარტო არ დავრჩე. აი ეს არის მათი მთავარი არაცნობიერი. და ორივეს ხო გეუბნებით ერთიანებთ შიში და ძალიან ხშირად არის ტანდემი ურთიერთობებში, ზუსტად იმიტომ რომ ერთმანეთს აბალანსებენ ერთნაირი პროგრამა აქვთ ორივეს. მოკლედ ეს მინდოდა მე თქვა თქვენთვის, მეტია საინტერესო გამოვიდა, კარგა ხანს გამიგრძელებია, არ ველოდი. შემდეგ ვიდეოებს კიდე შემდეგ ზოდიაქოებზეც ჩაგიწერთ და იმედია თქვენთვის საინტერესო იყო ეს და იმუშავეთ ამაზე ეს ვეუბნებით რომ აი ლილიტთან როგორ ეშინია ხოლმე შეხების სიამდვილეში იმხელა გათავისუფლება არის, ახალი სუნთქვის გახსნა არის, ცხოვრება იცვლება პოზიტივისკენ რადიკალურად, როცა ლილიტს ვაცნობიერებ და მე მას ვიყენებთ როგორც რესურსს და არა პირიქით როგორც დრამას და ტრამვას, ხო აი ეს გააცნობიერეთ. ავადროებით მეგობრებო.